სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს ალფეევი უმასპინძლა. შეხვედრა საპატრიარქო რეზიდენციაში შედგა. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილესგან რუსეთის ეკლესიის პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად მიწვევა მიიღო. აუდიენციის ფარგლებში მხარეებმა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. კათოლიკოს პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში არსებული სიტუაცია უახლოეს მომავალში დარეგულირდება. შეხვედრის მონაწილეებმა განათლების სისტემასა და სასულიერო სემინარია აკადემიის პროგრამებზეც იმსჯელეს. ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი საქართველოში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა. მინდა რუსეთის პატრიარქ კირილესგან გულთბილი მოკითხვა გადმოგცეთ. მან ასევე მთხოვა გადმომეცა თქვენთვის, რომ გელოდებათ რუსეთში დიდი სიყვარულით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილეზე. ჩვენ ვლოცულობთ თქვენი ჯანმრთელობისთვის და იმედი გვაქვს, რომ თქვენ და თქვენი დელეგაციის წევრებს ამ დღესასწაულზე გიხილავთ. ეს ფაქტი, რომელიც რევოლუციის დროს მოხდა, ჩვენი ეკლესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. მაშინ წმინდა პატრიარქი ტიხონი გახდა ჩვენი ეკლესიის ერთობის გარანტი. ეს მოხდა ჩვენი ეკლესიისთვის ყველაზე რთულ პერიოდში. გვინდა ლოცვით მივაგოთ პატივი იმ ადამიანთა სულებს, რომლებიც რევოლუციას ემსხვერპლნენ და ამავდროულად ვზეიმობთ რუსეთის ეკლესიის კანონიკური წყობის აღდგენას. ჩვენ მოვიწვიეთ სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები და უმრავლესობისგან დადებითი პასუხი მივიღეთ. 4 დეკემბერს მაცხოვრის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება. სწორედ ამ დღეს 100 წლის წინ და სწორედ ამ ტაძარში წმინდა პატრიარქის ინტრონიზაცია მოხდა. მივიღეთ თქვენი მოწვევა. თუ კი ჯანმრთელობა შემიწყობს ხელს, დავესწრაფეთ დღესასწაულს. ჩვენ აფხაზეთიდან გვყავს ეპისკოპოსი გრიგოლი, კაცია. აფხაზეთში კი არის პიროვნება, რომელიც ასევე გვარად კაციაა. ის რელიგიურ ორგანიზაციებთან პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობას ხელმძღვანელობს. შეიძლებოდა მისი იქ გაგზავნა. ზოგიერთები გამოთქვამენ ასეთ აზრს, რომ როგორმე უნდა დავარეგულიროთ სიტუაცია აფხაზეთში. აფხაზეთში სიახლე არაფერია. ის ჯგუფი, რომელმაც დაიპყრო ახალი ათონის მონასტერი და თავი გამოაცხადა თითქმის ავტოკეფალურ ეკლესიად, პოზიციებს ისევ ინარჩუნებს. დიახ, მათ შორის მოხდა განხეთქილება. ეს ჯგუფი ახლა მოიხსენიებს მსოფლიო პატრიარქს და მათ თავი მიტროპოლიად გამოაცხადეს. უნდა ვიფიქროთ, როგორ დავარეგულიროთ სიტუაცია. უწმინდეს პატრიარქ კირილესთან თქვენს ბოლო შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთში არსებული სიტუაციის განსახილველად სამუშაო ჯგუფს შევქმნით. ჩვენ მზად ვართ შევუდგეთ მუშაობას, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი პრობლემაა, რომლებიც უნდა გადაიჭრას. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენი ადამიანი უნდა იყოს ამ ჯგუფში? ალბათ 2-3 საკმარისი იქნება. ველოდებით თქვენს პასუხს. მე მიყვებოდნენ, რომ მოხდა განხეთქილება ამ ჯგუფსა, ბესარიონ აპლიასა და სხვებს შორის. სწორედ ამიტომ უნდა ვიჩქაროთ, დავარეგულიროთ სიტუაცია. აფხაზეთის წარმომადგენელი ჩამოვიდა აქ და მიამბო ამ განხეთქილების შესახებ. მან მითხრა, რომ შეიძლებოდა მოემზადებინა იქ ჩემი სახლი. მე აფხაზეთში სახლი მაქვს. როდესაც იქ ცხოვრობდი, მაშინ შევიძინე ნინოშვილის 13 ნომერში. ახლა იქ ვეღაც ცხოვრობს. როგორ ფიქრობთ, რამდენი ადამიანი უნდა შედიოდეს სამუშაო ჯგუფში? ვფიქრობ, დიდი ჯგუფი საჭირო არ არის. ალბათ 3 ადამიანი თითო მხრიდან. ჩვენ დავფიქრდებით და პასუხს შეგატყობინებთ.